15 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს დამწყებდა რეგიონში უკვე მოღვაწე ჟურნალისტებთან. შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის პრეზენტაციის გარდა ისაუბრეს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე. თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს 11 ქალაქში დასაქმებული 30-მდე ჟურნალისტი გადამზადდება. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ რეგიონში დატრენინგებულ პირებს დაევალებათ 10 დღის განმავლობაში 5 ახალი ამბისა და 2 სტატიის მომზადება, რის შემდეგაც 3 საუკეთესო სტატიისა და ახალი ამბის ავტორი შეირჩევა. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ დამწყები და მოღვაწე ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები. ეს პროექტი ფინანსდება ფრიდრიხ ნაუმანი ფონდი თავისუფლებისთვის მისი მხარდაჭერით. ჩვენ ამ პროექტით შევეცდებით მათთვის, ვინც არის ამ პროექტის ბენეფიციარები, გავაღრმავოთ მათი უნარები კონკრეტული საკითხებში. ეს ეხება ანონსის წერის ტექნიკა, რელიზის წერის ტექნიკა და კიდევ ინტერვიუს აღების სპეციფიკა. ჩვენთვის ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რადგან მოიცავს რამდენიმე რეგიონს ერთად. ეს რეგიონებია სამეგრელო, ეს არის სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი და მათ შორის სადაც დღეს ვიმყოფებით ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, როგორც ორგანიზაციისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე განვახორციელებთ ამ ფონდის მხარდაჭერით უკვე ჟურნალისტური პროექტი, ასე ვთქვათ, და მათთვის უნარების გაძლიერების მიმართულებით. ეს ეხებოდა საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომლის ფარგლებში შეიქმნა მედია კლუბი, რომელიც გვინდა რომ იქცეს პლატფორმად ყველა დამწყები ჟურნალისტისთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა მატერიალური საშუალების, სადაც ჟურნალისტ შეიძლება რომ აიღოს, ითხოვოს ვიდეო კამერა, ხმის ჩამწერი აპარატურა და სხვა ნივთები, რომელიც საჭირო იქნება მისთვის და მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, ისე რომ ასე თქვა დაიწყოს პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ ორგანიზაციაში. ჩამოვიდნენ ერთ-ერთ ჟურნალისტთა ორგანიზაციიდან, რომელიც არის პირველად მარნეულში, ასეთი ორგანიზაცია აქამდე არ ყოფილა, რომ ჩვენ ჟურნალისტებისთვის ასეთი შანსი მიეცათ, რომ ესწავლათ. დამწყები ჟურნალისტებისთვის ძალიან სასარგებლოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ასწავლიან გრამატიკულად როგორ უნდა დაწერონ ტერმინები, იურიდიულ ტერმინებს აუხსნიან, როგორც გავიკე ტრენინგები ჩაუტარდებათ ბევრი და მე ყველაზე საუკეთესო სამ ჟურნალისტს დააჭირდოვებენ. ჩემი აზრით, მარნეულელ ჟურნალისტებს სჭირდებათ ასეთი კარგი განათლების მიღება და გამოიყენებენ. ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება ჩემი აზრით, თუ დროს მოუნახავ, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.